ევროპარლამენტის უმკაცრეს რეზოლუციას ბუნდესტაგის მოთხოვნა მოყვა გერმანიის პარლამენტი მოსკოვის არჩევნების შედეგების გადახედვისკენ მოუწოდებს. ანალოგიური მოთხოვნით 24 დეკემბრისთვის რუსეთის სამოქალაქო სექტორი ამზადება. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ არჩევნების შემდეგ კრემლის ლიდერების რეიტინგებმა მკვეთრი ვარდნა დაიწყო. საპარლამენტო არჩევნების ტოტალურმა გაყალბებამ კრემლის რეიტინგზე სერიოზული გავლენა მოახდინა. სოციალური განუკითხების თანახმად, რომელიც რუსეთის საზოგადოების აზრის კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა, პუტინ მედვედევის ტანდემის მიმართ მოსახლეობის ნდობა ბოლო ორ კვირაში 9% დაეცა. სოციოლოგიური კვლევის შედეგებით აშკარა ხდება ისიც, რომ ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტად დაბრუნება სულ უფრო ნაკლებ ადამიანს სურს. კვლევითი ცენტრის მაჩვენებლების მიხედვით, არჩევნების უახლოეს დღეებში ჩატარების შემთხვევაში ვლადიმერ პუტინი პირველ ტურსაც ვერ გადალახავდა. კითხვაზე დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას, პუტინმა მხოლოდ 42% დააგროვა. მათ აიშენეს ზღაპრული სასახლეები, ისეთი იახტები იყიდეს, რომ არაბ შეიხებსაც კი შეშურდებათ. პრეზიდენტის თვითმფრინავში მოოქროვილი უნიტაზი დგას. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას თვითბედნიერი პაპუასები მართავენ. იმდენი ჭკუაც კი არ ყოფნით, რომ ეს იმდრე ეკონომიკას მოახმარონ, ან თავდაცვას მაინც, რომ თავისი მონოპოლარი მაინც დაიცვან. რუსეთის მოსახლეობასთან ერთად უკმაყოფილება პუტინის პოლიტიკისადმი საერთაშორისო საზოგადოებაშიც იზრდება. არჩევნების გაყალბების გამო კრემლმა კრიტიკას ათითაოდ ყველა ლიდერისგან დაიმსახურა, რომელიც საბოლოოდ 2 დღის წინ ევროპარლამენტის საგანგებო რეზოლუციაშიც აისახა. დღეს კი მოსკოვის არჩევნების შედეგების გადახედვა უკვე მისმა მთავარმა პარტნიორმა და მოკავშირემ გერმანიამაც მოსთხოვა. გერმანელმა დეპუტატებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს თეთრი ლენტის აქტივისტებს და კრემლს დაკავებული მანიფესტანტების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. თუ რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს მიაჩნია, რომ საპროტესტო აქციები დესტაბილიზაციის ფაქტორია, მაშინ მან ვერ გაიგო, რომ ისინი ქვეყანაში ცვლილებებზე მოწმობენ. დემოკრატიულად განწყობილმა ახალმა რუსებმა, რომლებიც მზარდ შუაფენას წარმოადგენენ, დაანგრიეს კრემლსა და საზოგადოებას შორის არსებული ჩაურევლობის შეთანხმება. რუსი ექსპერტები და პოლიტიკური მიმოხილველები თანხმდებიან, რომ გერმანიის სახით გავლენიანი მოკავშირის დაკარგვა მოსკოვს არა მარტო დიპლომატიური მარცხით, არამედ ფინანსური κρახით ეზემუქრება. როდესაც გერმანიის მსგავსი ძლიერი ქვეყნის პარლამენტი არ ცნობს არჩევნებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ქვეყანა არ აღიარებს რუს დეპუტატებს, არ მიიღებს მათ და არავითარ თანამშრომლობაზე არ წამოა. მთელი რუსული დიპლომატია ბანკოს სახლივით ჩამოიშლება. მთელი ჩვენი ეკონომიკა ენერგორესურსებზეა აგებული და თუ რუსეთს თავისი გაზისა და ნავთობის მყიდველები აღარ ეყოლება, ის გაკოტრდება. მოწოდებები არა მარტო ევროპარლამენტში, არამედ ბუნდესტაგშიც გაისმა. გერმანია ევროპის უმსხვილეს ეკონომიკას წარმოადგენს და ამ განცხადებით აჩვენა, რომ ბერლინს უფრო მეტად აინტერესებს დემოკრატიული ფასეულობები, ვიდრე რუსეთის ენერგეტიკული რესურსი. დღეს კი რუსეთი გადაიქცა ავტორიტარულ ქვეყანად, სადაც ადამიანის უფლებები და სიტყვის თავისუფლება გამუდმებით ირღვევა. დემოკრატიული ფასეულობებისთვის ბრძოლა რუსეთის ოპოზიციამ ახალი ძალის სწორედ არჩევნების გაყალბების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციურ მოძრაობებს, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცათ, ის პარტიებიც შეუერთდნენ, რომლებიც ახალი მოწვევის პარლამენტში მოხვდნენ. პუტინმა თეთრლანს კონტრაცეპტივი უწოდა. მაშინ გამოდის, რომ ეს არის ჩვენი თავდაცვითი საშუალება დიქტატორისგან და მისი ქურდებისა და თაღლითებისგან, რომლებიც მთელი ქვეყანა გააუპატიურეს. მალოტნარის მოედანზე გამართული მიტინგი ეს არ იყო ოპოზიციის მიტინგი, ეს იყო მაწინააღმდეგ მიმართული რუსი ხალხის პროტესტი, რომელსაც ღირსება გააჩნია და რეფორმებს მოითხოვს. თეთრი ლენტის სიმბოლოთი გაერთიანებული საზოგადოება პუტინის ცინიკურ განცხადებებს და მის პოლიტიკას კიდევ ერთ მასშტაბურ აქციას დაუპირისპირებს. ოპოზიცია მოსკოვში მრავალათასიანი გამოსვლისთვის ემზადება, რომელიც 24 დეკემბერს სახაროვის პროსპექტზე გაიმართება.